Good morning. იქნება ვლოგი. ხარი დილის 7 საათი. ნუ 8 წუთი. და უნდა წავიდე იოგაზე. ჩემი თავი რო ვიცი. დილას რო გებოდი დამეზარებოდა რა თქმა უნდა. წასვლა და ვიფიქრებდი რომ გიჟი ხوار ვარ რა მინდა დილის 7 საათზე რომ წავიდე და გავამზადე ტანსაცმელი და ჩანთად ჩალაგებული მაქვს რომ ეგრევე ჩავისა და წავიდე, მაგრამ ჯერ ყავა უნდა დავლიო. ჩემი ყავა ჩამოისხმევა ავალაგოთ საზოლი, რადგან იქიდან რომ სახში მოვალ არ დავიძინო. 4 წუთში მოვა ავტობუსი არა და მაგრამი და ის ყავა რომ დავლიო. აი ეს გავარბოდი უკვე და ავტობუსმა გამასწრო. ასე რომ კიდევ 15 წუთი მაქვს. ჩემი ყავა ბოლომდე არ დამისრულებია და კბილებიც ძალიან ბანძად გამოვიხეხე. ასე რომ ეხა წყნარად ვიზამ ყველაფერს. სახეზე არ ვაკეთებ არაფერს, ისევ გავდივარ. გამოვედი, კბილებს სახიდან გავიხეხე. უკვე წესივრად. და 3 წუთში მოვა ავტობუსი, იმედია ისიც არ გაბასწრებს. ეხა მივდივარ აშტანგა ფინსია იოგაზე. ანუ სხვანაირი იოგა არის რა და მაინტერესებს და დილის და დილას მარტო ეგ იყო თავისუფალი და ჩავეწერე მაგაზე. ისე ადრე იმიტომ მივდივარ რომ მე 12-ზე მაქვს მათემატიკა. ვნახოთ რა იქნება. მეთქეჩებაზე გამოვა 2 წუთში თუ 1 წუთში. 1 წუთში. ვედი ამერ ჩამოვიდა ავტობუსიდან, მივალი ხარინაზე და 5 წუთი აკლია 800 და იმედია მოვასწრებ. კიდე კაი ჩაცმული ვარ. ეხლა გამოვედი იოგადან და ძალიან მომეწონა. ან ჩვეულებრივ იოგას დავდივარ და ეს რაღაცა სხვანაირი იოგა იყო და ძალიან მომეწონა. ანუ ძალიან არ გასხვავდება, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა და ეხლა დავფიქრდი რა და ვერ ხვდები ხალხი მინიმალური დატვირთვის გარეშე როგორ ცხოვრობს რა. ეხლა ერთი თვე იმენა არ მივარჯიშია და რაღაცა რა და პირიქით უფრო მოთეთილად გრძნობ თავს და ეხა ვაფშე რაც უფრო მეც ვარჯიშობ, მით უფრო ენერგიას ვგრძნობ რა. ისედაც არ არის ეს დატვირთული იოგა, მაგრამ რაღაც გავაკეთე თანაჭამიც არ ვარ და პირიქით უფრო მეტ ენერგიაზე ვარ. This is your sign to get up and do something with your body. გადავიღებდი ძალიან ლამაზი საყურებელია ეს იოგა, მაგრამ მაგარი მიტყდება. სულ 4 ვიყავით. 4 და მასწავლებელი. ეხლა მოვედი სახში და გავიკეთე ჩემი all time favorite breakfast-ი. და ეს არის ხაჭო მაწონი დარიჩინით და თაფლით. რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ცოტა კალორიაა და ძალიან ბევრი პროტეინი. ანუ ეს იქნება დაახლოებით მაქსიმუმ 200 კალორია. პლუს თაფლიანად იქნება 200 კალორია მაქსიმუმ და ცილა იქნება, არ ვიცი, ალბათ 15 გრამი, 15-დან 20 გრამამდე. კარჩი ბევრი იქნება, იმიტომ რომ დაბალ პროცენტიან ხაჭო და მაწოს ვიყენებ რა. და შიგნით არის დარიჩინი და დარიჩინი ცხიმის დაწვაში გეხმარება, ასე რომ ძალიან გემრიელი არის. განაყრებს სხვათა შორის, ანუ 1-2-3 საათი არ მომშივდება რა. ერთი გუშინ არ მიჭამია, დანარჩენი ყოველდღიურად ვჭამ. და აქ არის ჩემი ყავა. ისე სხვა შორის ეს არის ჩემი საყვარელი რუტინა რა. ჯერ ხაჭო და მაწონს შევჭამ და მე ყავას მივაყოლებ და თან YouTube-ში ჩემს საყვარელი YouTuber-ებს ვუყურებ. რომლებსაც დაახლოებით ისეთი კონტენტი აქვს, მაგრამ ბევრად უკეთესი, როგორც მე. შენი კარგად ეხა შევალ და გადავიდებ წყალს. ანუ პროსტო ტანს დავიბარა. შემორჩ ყველაფერს სახის დავიბანე. ეხა ცოტა მიჩქარება, მაგრამ კარგ ხასიათზე ვარ და არ მინდა რომ ეს სიჩქარეში ჩემი mood გავიფუჭო. ასე რომ მუსიკასთან ერთად უნდა გავიკეთო ყველაფერი. აღარ მიჩქარება. ეს არის
აუთფიტი ქვევით ჩავიცვალ კეთებს დღეს მოცვა უკვე 20 წუთში მოვა ავტობუსი და რა მინდოდა რომ მეთქვა ანუ ასე ჯიმიდან რო გამოდიხარ ანუ ვიცი რომ შეგჭამეთ ამ ჯიმით და იოგათი მაგრამ ჯიმიდან რო გამოდიხარ ხო ამბობენ რომ რაღაცა ძალიან მაღალი confidence და რაღაც და იოგადან რო გამოდიხარ ეგ confidence вообще კიდია ან ჯიმიდან ხო ასე გამოდიხარ და იოგადან აი ძალიან შვიდად და წყნარად გამოდიხარ და მაგრა კიდია ყველაფერი და მაგარია ყველაფერი ეგ მინდოდა რომ მეთქვა და ესე დავრანკავდი მე ჯიმს იოგას და პილატეს ნუ რაც მიცდია მე რა პირველზე არის ჩემთვის იოგა მეორეზე არის ჯიმი და მესამეზე არის პილატესი და იოგამდე კიდე უფრო ზევით პირველზე არის ჩემი დასაბსქრაიბერება ასე რომ დამასაბსქრაიბერეთ ვისაც არ ხავართ დასაბსქრაიბებული ცოტა ხანი მუსიკას მოусმენ და მე გავავალ ტუჩის კონტურის წას დავისწავლე მოვედი ეს მთლიანი აუთფიტი ხერო დამასაბსქრაიბე და ლაიქეთ და მოიწერეთ აიათ შეფარდებების სტონდებული 4 შეფარდებული 2 ხარი მე მოგიყვები თქვენ დაიხსნით და მითხარი რომ ისა დამოცდაზე ასიზამთ რა მეთქი სახში და გვაქვს ჩვენ გეკულესი კაკაოთი ჩვენ oatmeal with bananas and შავ შოკოლადი ცოტა და ცოტა ის რაღაც და ყავა ძანკარა მარიკუნა სასწაული რეკლამა ხარი ზუსტად 2 საათი 3-ზე გვაქვს სკოლა ეს არის ჩემი უშაქრო ყავა და შაქრიანი მარიკუნა ავედით და არის საიზღარი ამიდი ძალიან საიზღარი ამიდი ფეხსაცმელი და მიდივართ სკოლაში ფათი არის გამოის სკოლიდან ავდიორი ხასახში მაგარი დაგვიდი ვარ მაგარი მეზარება ყველაფერი ვაფშე არ ვიცი რატო არა და დილას რო ვარჯიშობ უფრო ისე ვახოვნე რა არ ვიცი მოვით სახში და დიდი ავტობუსით ქროლში გავატარებ რამოდენიმე საათს ეხლა ვჭამე ეგ 1 სალიკიტრი და 2 კვერცხი და აქ გვაქვს ჩვენი ჩაი მწვანე ჩაი ძმრით ლიმნით და ცოტა თაფლით იმიტომ რომ დილაობით ვსვა ხოლმე ან ძმარს ვასხავ ჭიქაში ვასხავ ლიმონს ცოტა წყალს ცოტა არა ბოლომდე ვასვე ჭიქას წყლით და ვუმატებ კურკუმას და ჯინჯერს და ეხლა დილას არ გამილევი ასე რომ დავლევ ამას ჩემი ჩაი და ეხლა ვჭამ ძალიან საცოტაობას ანუ ეხლა ერთ კვირაში მინდა რომ დავიწყო 3 კილო და ეს პური ძალიან მიყვარს და ეს ყველიც ძალიან მიყვარს და უნდა ვჭამო, მაგრამ ანუ რამხელარი ხო ხდებით, 1 ლუკმარი. ერთ 9 საათი ხელებზე, ფრჩხილებზე მოვიშორე, რაც მესვა ან დავცამივესვა და ისევ ახლა წავისვი სტებელაინის რაღაცა რო არის და მთელი სახე დავიჩიჩქნე. ჩავიცვი პიჟამო, ნუ ეს ზევით ჩავიცვი. ქვევით პიჟამო მოცვია. უქსელი მოცვია. ამით ვიცინებ და ზევით არ შეიძლება გავიხადო ეს არ ვიცი. საყურე მოვიხსენე, ყასავე მოვიხსენე, ეხლა უნდა შევიდე სახე დავიბანო კარგად. 9:30. პირველი ვიხავთ კბილებს, არა, ჯერამებს ვიკეთებთ. მე ვიხავთ კბილებს, იმიტომ რომ მე ეს კაფე რაც ჩამოდის სახეზე გაუცლებელად უნდა ჩამოიბანოს. ვიღებთ ამ მიშას ბლეკჰედოვს. ერთი მას დავისხავ და უბრალოდ მაკიაჟი რომ დავიდნო. ამ დამდნარ მაკიაჟს ამ რაღაცით მოვიშორებ. ვიღებთ ისევ ამ რაღაცას და ეხლა ცოტა უფრო მეც დავისხავთ და უკვე დავიწყებთ ფორების
გამუშავებას. კარგად 1-5 წუთი ესე უნდა ვიზილო. კარგად დავიზილე, ხა ჩამოვებან ამას ცოტა თბილი წყლით. და ეხლა დავამასახეთ ჩვეულებრივი კლენზერით. კიდე ჩავიტარებ სკინკეარს, რომელსაც დაახლოებით ბოლო 1 კვირა ყოველდღე ვიტარებ. ჩვენი ორდინარის გლიკოლიკ აციდი, რომელზეც ამეწება ეხლა ცხვირი და შუბლი, რადგან მოჩიჩქრილი მაქვს, მაგრამ ფრთხილად ვიქნები. და ჩვენი თვალის კრემი. ეხლა მთავარი ეს არის ბავშვის კრემი. პატარა ბავშვების კრემი, ძეწკი კრემი თუ რას ეძახიან. მაგას ვიდებთ ხელზე, ძალიან ბევრი მომივიდა, მაგრამ არ აუშავს. ცოტა უნდა ავიღოთ. და აი ამ ძეწკ კრემს ვურევთ ჩვენს თუთის მაღამოს, ანუ იმას რო ეძახით. სუდოკრემს რა. იმიტომ რომ ეს აშობს, ეს ადერიანებს და ეს აშობს და კურნავს. ეს პროს ადერიანებს. და დამატებელში მიტოვებ რომ არ გამომიშვას კანი. არასოდეს გამოშვა ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ცხიმარი გრემავს, მაგრამ მაინც. დიდი ალბათობით ნებისმიერ დამატებელში შეგიძლიათ ავურიოთ, მაგრამ ანუ ამაში ძალიან კარგად ირევა ნახეთ როგორია და ნივიას კრემში ცოტა იჭრება. წავისვათ ეს თლიან სახეზე გადათვალებისა. გამოიყურება ჩვენი გოსტური სახე. ეხლა დავიმახელებს. ტუჩებზე წავისვათ ამ პატიშობის ტუჩის კარაქს თუ კარაქს, ხო, კარაქს. შევიკარი იდეაში ნაწავი უნდა მეკეთოს, მაგრამ წესიერი ნაწავი არ მეკეთდება. ასე რომ შეფულით ვიძინებ, რადგან თმები არ დაზიანდეს ძილში. უკვე დავიძინებ, დავზვები, იმიტომ რომ ხოლმე ადრე უნდა ავდგე. აქ გვაქვს ჩვენი ჟურნალი, ცოტა ვიჟურნალებ და შემდეგ დავიძინებ და აქ გვაქვს ჩვენი წყალი, რამე რომ მოვიდეს. მადლობა ვიდეოს ყურებისთვის. დამსაბსკრაიბეთ და იმედი აკნახავთ ჩემო მომავალ ვიდეოში.